აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისათვის ტრენინგ სემინარი ჩატარდა. საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე, დავების გადაწყვეტის მშვიდობიან ფორმებზე, საშუალებებსა და ხარვეზებზე საერთაშორისო სამართლის სპეციალისტმა პროფესორმა დავით გეფერიძემ ისაუბრა. განხილული იქნა მნიშვნელოვანესი საკითხები თანამედროვე საერთაშორისო სამართლის პრაქტიკაში, როგორც არის საერთაშორისო დავების მშვიდობიანი მოგვარების საშუალებები, აგრეთვე სხვადასხვა მოდულები, რომელიც არის დაკავშირებული ამ კონფლიქტურ სიტუაციებთან. განხილული იქნა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები ამ თვალსაზრისით, ეს არის გაეროს წესდების ფარგლებში, რაც არსებობს, საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძოდ ევროპაში უშიშროების თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში, ვალეტას პრინციპები იქნა განხილული, დავების მოგვარების სხვა საშუალებები. აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის გეგმის თანახმად ტარდება ჩვენთან ტრენინგ სემინარები და ამ წლის გეგმიდან გამომდინარე უკვე მესამე ტრენინგი ტარდება ჩვენთან და დღევანდელ ტრენინგს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, იმიტომ რომ არის დაკავშირებული კონფლიქტების დარეგულირების სამართლებრივ მექანიზმებთან. ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არის დაკავშირებული კონფლიქტებთან, არა მარტო აფხაზეთის კონფლიქტთან, არამედ საერთო კონფლიქტებთან არის დაკავშირებული. შეხვედრაზე არაერთხელ აღინიშნა, რომ ეს საკითხები უდიდეს როლს ასრულებს აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის რეგიონის პრობლემების გადაწყვეტის საკითხში. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საჯარო სამსახურში დასაქმებულმა პირებმა. თავისთავად ის ფაქტი, რომ ასეთი საინტერესო საჯარო ლექცია ჩაატარა ახალგაზრდა საკმაოდ კომპეტენტურმა პროფესორმა, ძალიან კარგი ფაქტია. საერთაშორისო სამართლის შესახებ ბევრი რამე გვსმენია ჩვენ, ვინც აფხაზეთის კონფლიქტით ვართ დაინტერესებული და მეტნაკლებად ცნობილი იყო ფაქტები, მაგრამ უფრო დეტალურად და შემდგომ უკვე დისკუსიის ფორმით ასეთი შეხვედრები აშკარად საჭიროა, კარგია. როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, იგეგმება ქვეყნის კონსტიტუციასთან და დევნილებისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებული შეხვედრები, სადაც მოწვეულნი იქნებიან მაღალკვალიფიციური ტრენერები.